ობის წინაშე, რომ ჩვენ მისია გვაკისრია და ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ აღვასრულოთ ღმერთის ნება. ამენ. ესეთ ამ ბოლო დროს ესეთი სულისკვეთება გამიჩნდა, რომ სულ იესოზე ვილაპარაკო. გიყვარს იესო? გიყვარს იესო? ჰალელუია. ესე უფალს აქვს ნათქვამი, მეგობრებო, რომ იმის გამო, რომ ჩვენთვის ადვილი გასაგები და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, რომ მე ვარ პური, მე ვარ კარები, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ ჭეშმარიტება. ამენ. მე ვარ წყალი, ყველაფერია უფალი. და აი, ყველაფერი რაც ჩამოთვლილია, მინდა იმაზე შესაბამისად ყოველ კვირას ვილაპარაკო, მეგობრებო, რომ უფრო დიდი ადგილი ქონდეს იესოს შენ ცხოვრებაში. უფრო მეტი, იმიტომ რომ ის მეტის და მეტის ღირსია. დღეს შევეხები იმას, რომ უფალი არის გზა ძვირფასებო. ამენ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა გზებიც არსებობს, ჩვენ უნდა ავირჩიოთ, არის ალტერნატიული, მაგრამ არ არის ნამდვილი. მხოლოდ და მხოლოდ იესოს გზა არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს მამასთან. ჰალელუია. ადამიანი ყოველთვის ეცნება, მეგობრებო, რომ გაიყვანოს გზა იქ, სადაც მას უნდა, ვისთანაც უნდა და კონდეს, ესე ვთქვათ, ერთგვარი კომუნიკაცია, სადაც აინტერესებს, ვისთანაც აინტერესებს და აქვს ინტერესი, იქ უნდა რომ იყოს მისთვის გახსნილი გზა. თუ არ არის ეცდება, რომ მისი სურვილები დააკმაყოფილოს. ხშირად ისმის ხოლმე ესეთი კითხვა და მინდა რომ შენს თავს დაუსვა, რომ შენ გაგყავს სხვებისთვის გზა შენამდე, რომ შენთან მოვიდნენ. თუ ხანდახან ესეთი შლაგბაუმი იყო ადრე, რამოდენიმე პუნქტში ძვირფასებო ამ ყოფილ საბჭოთა კავშირში ავად სახსენებელ და ადამიანს მის სახში არ უშვებდნენ, თუ შესაბამისი საშვი არ ქონდა. და ზოგჯერ არის ესე ხოლმე, ხო, რომ ვიღაცებისთვის იკეტება გზა. არის ვიღაცები, ვისთვისაც უნდა დაკეტო და რაღაცები, მაგრამ არის, რომ ყოველთვის უნდა იყო გახსნილი და მე მინდა დავინახო დღეს ვირფასებო, რომ უფალს როგორი შლაგბაუმის გაკეთება უნდა ჩვენ ცხოვრებაზე, ვისთვის, რომ ვისთვის იყოს ის დახურული და ვისთვის იყოს ღია, მაგრამ მაინც ის მოძღრავს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყოთ ღია ვირფასებო. ამენ. რომ ღმერთს არ აქვს დაკეტილი ჩვენთვის გზა. ღმერთმა გახსნა თავისი გზა, იმიტომ რომ ვისაც სურს და ვინც გადაწყვეტს, ის ნებისმიერ დროს და ყოველთვის მივა მასთან. ჰალელუია. უფლის გამოცხადებებს გისურვებთ დღეს იესოს სახელით. ჰალელუია. ღმერთს უნდა რომ, იმიტომ რომ წინა კვირას მოყვას ისადმი სიყვარულზე და საერთოდ მოყვასზე ვილაპარაკე, ღმერთს უნდა რომ ჩვენ გქონდეს ყოველთვის გზა მოყვასისთვის. მიუხედავად იმისა, თვითონ როგორ ცდილობს, რომ გქონდეს მისდამი მისასვლელი გზა. ჰალელუია. გზა არის უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციისთვის. და გზაზე დაბრკოლება ძვირფასებო იწვევს საოცარ ქაოსს. ვისაც მანქანა ყავს, უშუალოდ არის მძღოლი, მან იცის, რომ გზაზე უწესრიგობა არის საშინელება. ამასინად გამოვიარეთ და იყო გაფუჭებული შუქნიშანი. 4-ვე მხრიდან ყველას უნდა წინ წასულიყო. და ყველა იყო ზუსტად იმ კვადრატში, ესე ვთქვათ, გაკვეხებული. სიგნალი, ყვირილი, გამომიშვი და რატომ იყო ეს გამოწვეული? იმიტომ ყველას უნდა წასვლა. გესმით? ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ღმერთმა სულიერი შუქნიშანი ჩაგვირთოს, ჩვენ უნდა გავწმინდოთ ის, რომ მუდმივად ვიყოთ ზოგჯერ მომთმენი, ზოგჯერ დამდაბლებული, მაგრამ რომ არ მოხდეს ესე ვთქვათ ესეთი სულიერი ავარიები ჩვენს ცხოვრებაში. ჰალელუია. იცით, ამას წინათ წლები არ ყოფილა და მოვიდა დიდი თოვლი. და
დასაწყისში გვიხაროდა ყველას. ბავშვებიც კი, რომლებსაც ყოველთვის უხარიათ თოვლი, ბოლოს როცა მოუწიათ ზედმეტი ესე თქვა, დატვირთვა თქვენს აღარ გვინდაო თოვლი. და ყველა ამბობს, ვისაც ახსოვს, რომ სადღაც 85 წელს იყო ძალიან დიდი თოვლი და იმის მერე ესეთი დიდი თოვლი არ ყოფილა ძვირფასებო. და რა მოხდა? ამ დიდთოვლობამ ჩაკეტა გზები. ამ დიდთოვლობამ გამოიწვია შეზღუდვა, დაბლოკა, ესე თქვა ურთიერთობები. აღარ იყო არანაირი კომუნიკაცია და აი წარმოიდგინე, ჩაკეტილი ხარ სახლში. შეიძლება ფული გააქვს, პროდუქტი გააქვს. რომ გაგითავდეს, შეგიძლია რომ რაღაც შეიძინო, იყიდო, გაცვალო, მაგრამ გზას ვერ იყიდი. ესმეთ, გზა არის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტიკა. და აი ამიტომაც თქვა იესომ რომ მე ვარო გზაა ძვირფასებო. ამენ. მოდით ამ სათაურით და ამ სათაურის ირგვლივ ვიფიქროთ დღეს, რომ იესო ეს არის ის გზა, რომელიც არის ყოველთვის გამოსავალი. ჰალელუია. ცოდვით დაცემა ადამიანის ნიშნავს გზის დაკარგვას. როგორც კი არ დაუჯერა პირველმა ადამიანმა ღმერთს, მას დაეკარგა გზები ღმერთთან მისასვლელი. გესმით? ისევ იყო გზა სადღაც, მას სადღაც შეეძლო სიარული, მაგრამ დაიხურა შლაგბაუმი და მას აღარ ჰქონდა საშუალება მისულიყო ღმერთთან მეგობრებო. გესმით? უამრავი გზა არის დღეს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ გზაზე ვდგევართ, რომელიც არის ღმერთთან და ღმერთთან ძალიან ახლოს. ძალიან ახლოს. ჰალელუია. როგორ არის შენი გზა ღმერთთან მისასვლელი? როგორი სახით ხარ და ახლოს ხარ ღმერთთან? და ღმერთმა ისევ დაიწყო ახალი გზის გაჭრა და მან ის გააკეთა სამაცვლეო მსხვერპლის მეშვეობით, რომელიც იყო შანსი ადამიანისთვის, რომ დაბრუნებულიყო ღმერთთან, რომ ისევ ყოფილიყო მასთან და ღმერთმა უთხრა ძვირფასებო, არ გადაუხვიო. მოდი თქვი ესეთი სიტყვა, გადახვევა. გადახვევა არის სწორედ, რომელიც საბოლოოდ აღმოგვაჩენს არასწორ ადგილზე. ჯერ პატარათი უხვევ, თითქოს იქვე ხარ. ძალიან ახლოს. მაგრამ თუ არ გაჩერდები და მობრუნდები, თუ არ დაუბრუნდები იმ გზას, რომელზეც უფალმა მიგითითა, საბოლოო ჯამში სხვაგან აღმოჩნდები. დასაწყისი ძალიან მცირეა. შეიძლება მილიმეტრები. ამიტომ ღმერთმა თქვა, არ გადაუხვიო. ამენ. შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი გზები და ბილიკები იყო ედემის ბაღში. ჩვენ უფალი გვეუბნება, რომ სასუფეველში იქნება ოქროს, ბრილიანტის, აი წარმოუდგენელი სილამაზის და სიამოვნების გზა. ესეთივე იქნებოდა ედემის ბაღში. და ვერ შეიღირსია ადამიანმა ეს გზა. და ის ადამიანი შენ და მე ვარ ძვირფასებო. გესმეთ? თუ ადამიანმა გააკეთა, ჩვენც ადამიანი ვართ. ამენ? არის აქ ადამიანი. ჰალელუია. ეცდებოდა ეშმაკი ხალხისთვის ტვინი აერია, რომ თითქოს ადამიანი მაიმუნისგან არისო. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ესე არ არის. შეიძლება ზოგი მაიმუნობს დღეს, მაგრამ ჩვენ ვიადამიანოთ. ამენ? რადგანაც გადაუხვიეს, ის გადაიქცა ცოდვიან გზად და რაში მდგომარეობს ცოდვიანი გზა ძვირფასებო? ეკალბარდიან გზად იქცა. გესმით? იმიტომ რომ ღმერთს არ შეუქმნია ეს. პრობლემურ გზად იქცა. მტკივნეულ გზად იქცა. მძიმე გზად იქცა. აუტანელ და საშინელ გზად იქცა. და ისევ გვჭირდება ღმერთი, რომ მოვძებნოთ და ვიყოთ მასთან ძვირფასებო. ჩვენ განსაკუთრებული მობილიზება გვჭირდება, რომ აღარ ვიყოთ ჩამორჩენილი და გზასაც დენილი.
ღმერთს უნდა და ელოდება ჩვენსგან, რომ არც ერთი არ ვიყოთ გზასაცდენელი. წუთის ოფელში სხვა დატვირთვა აქვს ამ სიტყვას. მაგრამ სწორედ აქედან იწყება ყველაფერი, ყველანაირი პრობლემაც ვერფასებო. ღმერთი ყოველ თაობაში აგებდა გზას. მაგრამ ადამიანი მაინც თავისი გზით დადიოდა. ყოველ დროს, ყოველ პერიოდში შთამომავლობის, ყოველ ეპოქაში, ყოველ საუკუნეში ღმერთი ყოველთვის ეცდებოდა, ასუფთავებდა, ანათებდა, მიუნიშნებდა ყველას, თუ რომელი გზით უნდა ევლო და დღესაც. მაგრამ ადამიანი მაინც სამწუხაროდ დადის თავისი გზით, იმიტომ რომ მას არჩევნის უფლება აქვს. ამიტომ მივაწერე, რომ უნდა აირჩიო შენ. ამენ. რომ არ იყოს ასარჩევი, მაშინ იტყოდი მაძალებს ღმერთი. მაძალებენ რაღაცის გაკეთებას. მოგისმენიათ ხო ადამიანები რომ ამბობენ მეგობრებო, დამაძალეს, მაიძულებენ, რაღაცას მთხოვენ. არა, შენ არჩევნის წინაშე ხარ. შენ არჩევანი გაქვს. და ღმერთი იცი რას გეუბნება. კი არ დაგაგდებს სწორ გზაზე. გეუბნება რომ სწორია ერჩიე რომ მოხვიდე სიცოცხლეში, მარადეო. ამენ. ღმერთი ყოველთვის აგებს სწორ გზას და ადამიანი მაინც თავისი გზით დადის. სამაგიეროდ, საბოლოოდ მას მოუწევს პასუხისგება იმ არჩევნისთვის. იქ ვერავინ ვერ იტყვის უფალს, რომ არ ვიცოდი, ან დამაძალეს, ან მაიძულეს, ან მთხოვეს. არავინ ვინც მოგეხმარა, ან ხელი შეგიშალა ამ გზაზე დადგომისთვის. არ აღმოჩნდება იქ, ვერ გამოგესარჩლება. პასუხს ვერავინ ვერ აგებს ამის გამო, შენ მოგიწევს ყველაფერზე პასუხისგება. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო. გინახიათ, აი მტაცებელი რომ ეცდება, მსხვერპლი დაიჭიროს. ბრუხულით, ხველებით კი არ მიდის. ძალიან ნელა. აი თითქოს მიცურავს. აი სანტიმეტრებით გადაადგილდება, რომ შეუმჩნეველი იყოს. გესმით? და საინტერესოა. ზუსტად ესე მოდის ეშმაკი ადამიანის ცხოვრებაში, რომ გადაახვევინოს. იმას ვინც, ესე ვთქვათ, რაღაცით არის დაინტერესებული. ადამიანი გადაუხვევდა, რა თქმა უნდა, აღმოჩნდებოდა პრობლემაში და პრობლემაში ვინ ახსენდებოდა? ღმერთი. თხოვდა ღმერთო მომეხმარე, გზას ავწდი, ჩამოვრჩი, დამაბრუნე ისევ სწორ გზაზე, სიცოცხლის გზაზე. ამოიყვანდა უფალი, ისევ არ ხვევდა. გესმით? ისევ იგივე. ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება და დაბანილი ღორით ალახს. რატომ გითხრა უფალმა ეს? ჩვენ გვითხრა. შენ და მე გვითხრა. ვიღაცას კი არა. ესე კი არა. მე და ფრთხილად უნდა ვიყო. ამენ. მაშინ არ უნდა გამახსენდეს ღმერთი, როდესაც ჩამორჩი და გზას ავწდი, როდესაც გადაუხვიე. სულ მასთან უნდა ვიყო. უფალმა წარღვნით გაანადგურა არასწორი გზა ძვირფასებო. საშინელებაა. თუ კარგად ჩაუკვირდები, საშინელებაა ეს. ამენ. მაგრამ მაინც არ ექვემდებარებოდნენ ღმერთს, იმიტომ რომ ის აფრთხილებდა, რომ დადექითო ჩემს გზაზე. მოდით ნახოთ ეს ილუსტრაცია და კიდევ ერთხელ კარგად დაუკვირდეთ. ნახეთ. არ ვიცი ნახოთ, მაგრამ ვაპირებ მომდევნო კვირას კარებზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ესო თქვა მე ვარ კარები. და ეს კარები ჩარაზულია უკვე ძვირფასებო. გესმით? იმ კარებამდე გზა არსებობდა, რომ მისულიყო ყველა იმ კარებამდე. დღესაც გზა არსებობს, რომ ამ კარებში შემოვიდეს ადამიანი, იესოში შემოვიდეს. ძალიან ბევრი აქცენტს აკეთებს, ეკლესია, ჩემი ეკლესია ყველაზე კარგი, ის ეკლესია არ ვარგა. ეკლესია ქრისტეს სხეულია ძვირფასებო. ამენ.
და იესოსთან უნდა მიიყვანო ადამიანი და არა ეკლესიაში. ჰალელუია. იესო მწყემს თავარი და არა ადამიანი არის თქვა რაღაც ფიგურა ესეთი. მაგრამ აღმოჩნდა ის ვინც შევიდა ამ გზით გადარჩენაში 120 წლის განმავლობაში შენდებოდა კიდობანი. ვერავინ ვერ იტყვის რომ მათ დრო არ ქონდათ ამისი. როდესაც მოვა ეს აღსასრული, იმიტომ უფალმა თქვა, როგორც ნოეს დროს იყო, როგორც ლოტის, ხალხი მაინც აგრძელებდა თავის საქმეს. გახსოვთ ტაძართან ძვირფასებო დავრდომილი რო იყო. და რო ჩაიარა პეტრემ და იონემ და ის მას ეგონა რომ ნუ ისევ დაასაჩუქრებდნენ. დაიმახსოვრეთ მეგობრებო, რა ახლოს იყო ის დავრდომილი გადარჩენასთან და არ შედიოდა. და მას ეგონა გადარჩენა სულ სხვა რამ. მაშინ როდესაც იესოშია ყველაფერი. პურიც, ამენ, სახლიც, კარიც, ხსნაც, სიმყუდროვეც და ასე შემდეგ. დღეს ხალხი ძალიან ახლოს არის იესოსთან. და იესოში არ შედის. ამიტომ რომ დღესაც გვაფრთხილებს უფალი რომ მოვა დრო, როდესაც გვიანი იქნება. და დავანებოთ თავი ხალხს მეგობრებო. ჩვენს ოჯახში შევიხედოთ. ჩვენი ოჯახის წევრებიც არ არიან. და ჩვენ რომ ვართ აქ, ვართ გადარჩენილი. საბოლოო სიტყვას უფალი იტყვის, ვინ აღმოუჩნდებით, როდესაც მოვა. ქრისტიანი თუ მისი მიმდევარი. ცხვარი თუ თხა? შენი სახელით ვაკეთებდით, კი ბატონო, ვაკეთებ რაღაცებს მისი სახელით. მე არ უწყვეთ. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ჩემთვის რა არის? არ გადაუხვიო არც 1 სანტიმეტრი. გესმით? რა საშინელება? გახსოვთ, ხშირად ვამბობთ ამ ბოლო მსახურებებზე, რომ თავარი არის რომ იყო დამჯერი უფლის სიტყვის. არ უჯერებდნენ და აღმოჩნდნენ ამ წყალში. უჯერებდა ოჯახი და აღმოჩნდა კიდობანში. ამის მერე, როდესაც უკვე დაიხურა ის ძვირფასებო. რა თქმა უნდა მიხვდნენ, რომ ჯობდა რომ დაეჯერებინათ. ამენ. გვიანია მერე, დღეს უნდა მიხვდე რომ უნდა დაუჯერო, მერე გვიანი იქნება. დღეს უნდა გაიგო, დღეს უნდა შეიგნო, დღეს უნდა მიიღო. რატომ უხვევდნენ? იმიტომ რომ თავისუფლება უნდათ, კომფორტი, თავაშვებულობა, ეს დაღუპვა ყველაფერი. აი რამ დაღუპვა ძვირფასებო? თავისუფლება. იცით, რომ მიება უფალს, ესე ვთქვათ, მეტაფორულად, ბაწარი კისერზე და ძალით შეეყვანა, ხო გადარჩებოდნენ? არ დაიღუპებოდნენ. მაგრამ უფალმა არჩევნის უფლება მოგცა. შენით უნდა მიატოვო რაღაცა და შენით უნდა მიხვიდე იქ. ამენ. უფალმა გვითხრა მეგობრებო, რადგანაც არჩევნის უფლება გაქვს და არ ხარ როგორც სხვა ქმნილება ჩემი, იმიტომ ქმნილებათა გვირგვინი ხარ. გააძლევ სიცოცხლეს და სიკვდილს. აირჩიე. ჯობია რომ სიცოცხლე აირჩიო, კიდე გვეუბნება. ნახეთ, უკარნახობს. სკოლაში ხო უკარნახობდნენ. როდესაც დაფასთან იყავი. მასწავლებელი ყუროდა, ნუ უკარნახობ. და ვიღაცა გიკარნახებდა რაღაცას. უფალი კარნახობს. სიცოცხლე ჯობია აირჩიო. რომელს ირჩევ? ამენ? არ გაიფიქრო სიკვდილზე. ამენ? უფალი ის კიდე რას ამბობს, ნახეთ? მე გააძლევ შენ კურთხევას და წყევლას. კურთხევა ჯობია. წყევლა ცუდია. რომელს ირჩევ? და ფიქრობ კიდე. მოდით ნახოთ, ძალიან კარგი ადგილი არის მეგობრებო, ამასთან დაკავშირებით. 26 მუხში ამბობს უფალი რომ მე გააძლევ შენ კურთხევას და წყევლას. შემდეგ 27.
კურთხევას თუ შეისმენთ, უფლის თქვენი ღმერთის ცნებებს, რომლებსაც მე გიბრძანებ დღეს. და ნახე, წყევლას თუ არ შეისმენთ უფლის თქვენი ღმერთის ცნებებს და გადაუხვევთ იმ გზას, თუ იმ გზას, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს და გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ. ამაზე მეტად როგორ უნდა გვიკარნახოს ღმერთმა, რომ კურთხევაში ვიყოთ. რატომ ირჩევ წყეულებას? გესმით? არ გინდა წყეულება. სიკვდილი არ გინდა. სიცოცხლე აირჩიე. ჰალელუია. მარადიული სიცოცხლე აირჩიე. გესმით? არ გინდა ეს. არ იქნება ბოლოს ეს ყველაფერი, მთავრდება, წვრილდება, ვიწროვდება გზა. და ერთი შესასვლელი იქნება მხოლოდ. დღეს ამბობენ, ბევრია, ღმერთი ერთია, მაგრამ გზები ბევრია. სისულელე. იესოა ერთადერთი გზა. ამენ. იმიტომ კი არა რომ შენ და მე გვწამს. მან თქვა და ვერავინ ვერ ამბობს. ვერც ერთი წარმომადგენელი რელიგიის და წინამძღოლი, რომ მე ვარო კარი ღმერთთან მისასვლელი. ვერც ერთი. გებულობთ? მაშინ აირჩევდი. არ არსებობს სხვა ალტერნატივა, ამიტომ ძვირფასებო, წყევლა მოდის იმ შემთხვევაში, თუ იმ გზას არ აერჩევ, რომელმაც მიგითითა. ღმერთი არ წყევლის, ღმერთი არავის არ წყევლის. ღმერთი გეუბნება, რომ მინდა გაკურთხო და თუ არ იქნები ამ კურთხევის გზაზე, არის წყეულების გზა. მესამე არ არის და ავტომატურად აღმოჩნდები იქ. ამიტომ იქ რომ არ იყო, მე გზა მაქვს შენთვის გაკეთებული. გესმით? და მინდა რომ იყო ამ კურთხევის გზაზე. უფალმა ძვირფასებო სასწაულებრივად გაიყვანა ზღვა, ზღვაზეც გზა. გახსნა. წარმოუდგენელი. რაც არავის არ შეუძლია. გესმით? უდაბნოში გზა გაიყვანა უფალმა. სასწაულებრივი. დიდება მას. რისთვის? რომ არ გადაეხვიათ და არ დაღუპულიყვნენ. ჰალელუია. მაგრამ იცით, არის კატეგორია ხალხი სამწუხაროდ. ეუბნები რაღაცას და მაინც თავისი გზით დადის. ძირფასებო, რამდენი წლის მორწმუნე ხარ? არის უფრო მეტი ასაკის მორწმუნე რწმენაში, რომ უფრო დიდი ხანი არის ვიდრე შენ, არის ნაკლები და შეხედე, ერთი და იგივე გზაზე ხომ არ დადიხარ. თუ არაფერი არ იცვლება, ეს ღმერთის ბრალი არ არის, ეკლესიის ბრალი არ არის. გესმით? პასტორის ბრალი არ არის. შენ მაინც და მაინც დადიხარ შენს გზაზე, რომელიც გინდა. გადახედე, რატომ არ იცვლება შენ ცხოვრებაში არაფერი? ღმერთმა სასწაულებრივად გამოიყვანა ეგვიპტიდან ხალხი და დაიღუპნენ. რატომ? თავისი გზით უნდათ სიარული. ღმერთმა აჩვენა, იცით, შეუძლებელი რამ, ზღვაზე გზა გაიყვანა. გახსნა წყალი და სიმშრალეზე გაიყვანა. გესმით? და არის ურვე სამწუხაროდ ამ ღმერთის გზის გაგრძელება, იმიტომ რომ იქ არ მთავრდებოდა ღმერთის გზა. ღმერთის დაწყებული გზა უფალთან მთავრდება. გესმით? წყალი დამთავრდა, მაგრამ ღმერთის გზა არ დამთავრდა და ხალხმა გადაუხვია. სად მიდიხარ, სად უხვევ? მოდი კიდევ ვნახოთ ის სურათი. რატომ აღმოჩნდა ხალხი? იქ თავისი გზით იარეს. რატო დაიღუპა ხალხი უდაბნოში? არ გააგრძელეს ღმერთის გზაზე სიარული. რატო აღმოჩნდება ხალხი სასუფეველს მიღმა, სამეფოს მიღმა, სამოთხეს მიღმა? იმიტომ კი არა რომ უნდათ ჯოჯოხეთის ცეცხლში. იმიტომ რომ უნდათ და სიამოვნებთ
თავის გზაზე სიარული, რომელსაც ირჩევენ. ნახეთ, ერთადერთი გზა, სადაც დაცული ვართ, არის უფლის გზა. დანარჩენ გზაზე ეშმაკია ჩასაფრებული. ხალხი იღუპებოდა, იმიტომ რომ ღმერთის გზა იყო ძვირფასებო, დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი. გაჩერდებოდა, ისინიც უნდა გაჩერებულიყვნენ. დაბანაკებულიყვნენ. დაიწყებდა მოძრაობას, ღრუბელი ან ცეცხლი, ისინიც უნდა აყრილიყვნენ და გაეგრძელებინათ გზა. და ვინც ამას არ აკეთებდა, ჩასაფრებული მტერი იჭევდა და კლავდა. გესმით? იქ ადგილზე, ღმერთის გზაზე ვერაფერს ვერ უკეთებდა. ღმერთი გიცავს თუ მის გზაზე ხარ. შენ ავტომატურად ხარ მფარველობაში თუ მასთან ხარ, თუ ჩამორჩები, შენ ვეღარ ხარ ღმერთთან. რატო იცით? ირჩევ რომ არ იყო. იცი რატო? გინდა რომ არ იყო. და მე გვიანი არის ხოლმე, როდესაც გადაცდენილი და ჩამორჩენილი, გზასაცდენილი ეუბნები ღმერთო მიშველე. უნდა იყო ღმერთის გზის საზღვრებში. აქ შენი ქვეყანა, როგორც მის მოქალაქეს გიცავს, სხვა ქვეყანაში რო გადახვიდე, შენი ქვეყნის სტატუსი ვერ დაგიცავს. იქ სხვა ქვეყნის კანონმდებლობაა. ამენ? შენ ვერ იტყვი, მე ქართველი ვარ და თურქეთში შენი ჭკუით რომ დაიწყო ცხოვრება. ვერ დამიჭერთ. ან სხვა კიდე ევროპაში, ამერიკაში, არ ვიცი სად ოცნებობ წასვლას. გესმით? იყავი ღმერთის გზის საზღვრებში. ეშმაკს უნდა ჯოჯოხეთში გაიყოლოს ხალხი, მეგობრებო. ის ვერაფერს ვერ უკეთებს ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთმა ჩამოაგდო იმ ნეტარებიდან და ახსილია შური რომ იძიოს ღმერთის ერზე. და როგორ ახერხებს ამას? ძალით ვერ გადმოაგდებს თავის გზაზე. რომ აცდუნოს. ესეთი გამოთქმა არის, რომ ჯოჯოხეთი არანაირად არ არის მიმზიდველი. მეთანხმებით? არის მიმზიდველი, არის რამე კარგი ჯოჯოხეთში? არის ლამაზი ჯოჯოხეთი? არა. საინტერესო, არა. მაგრამ ეშმაკმა იცით რა გააკეთა ძვირფასებო? მიმზიდველი გახადა გზა ჯოჯოხეთამდე. გესმით? დღესაც ასეა. გზა ჯოჯოხეთამდე არის მიმზიდველი. ქვეყნიერება, წუთისოფელი. ცუდი საზოგადოება წნის კეთილს ნეჩვევას. აი ვის იყენებს ის? რომ აცდუნოს, რომ გახადოს სასიამოვნო. თუ იცის ადამიანმა რომ გადახვევას, ურჩობას და თავნებობას მოყვება წყეულება, ხომ იცის? ხომ იცი? რატო ირჩევს მაინც? ნახეთ, მაგალითად, სიგარეტის კოლოფს აწერია, არ მოწიო, მოკლავს, კიბოს აჩენს, ყელის, არ ვიცი, ბრონხების, ფილტვების, კუჭის, საშინელებები წერია. და მაინც როგორ დააძრობს ადამიანი ამ კოლოფს და ესე მედგრად თამამად გააბოლებს. რატო ხდება ძვირფასებო ეს? თუნდაც ჩვენს ცხოვრებაში, მოდით ჩვენს პრაქტიკას შევხედოთ ახლა. ვიცით რა არის არასწორი და რატო ვეთამაშებით ხოლმე ცეცხლს? რაში არის საქმე? და ყველაფერი არის იმაში ძვირფასებო, რომ ადამიანს აქვს იმედი დამყარებული იმაზე, რაც ღმერთმა მისცა. შიშველი მოვიდა კაცი და შიშველი მიდის და თუ რამ შეიძინა, ტყუვდება რომ ეს მისი დამსახურებაა. თუ ცოდნა აქვს, ის არის მცოდნე. თუ გავლენა აქვს, ეს მისგან არის.
თუ ძალა აქვს, მისი ძალა. თუ ფული აქვს, რომ ეს მისია. და იცით, ეშმაკი როგორ ატყუებს? შეძლებ შენ ხო ძლიერი ხარ. შენ შეძლებ მოbrunებას. შეგიძლია გასინჯო. მოხდე? ერთი და всё. ეს ცნობილი ტერმინია. თქვი ერთი და всё. ნახეთ. შენ ხო ძლიერი ხარ, კაცო. ეს რა არის შენთვის? აი რო შეადარო, შეგიძლია 50 კილო გოდორი მოიკიდო და 3 კილოგრამის აღება რა არის შენთვის. და სწორედ ეს არის ვირფოსებო, საიდანაც იწყება ადამიანის გაარყევნა. ცუდი საზოგადოება. ღვნის? გოდორში ერთი დამპალი მანდარინი ყველა დანარჩენს ალპობს. პირიქით, რატო არ ხდება? რა უნდა ქნას იმ ერთმა დამპალმა? ადამიანი იმეც ამყარებს იმაზე, რაც მისი არის კი არა, რაც ღმერთმა მისცა. რა უმადურება? წარმოგიდგენიათ? ნახეთ, სამსონს როგორი ძალა მისცა ღმერთმა. და რამ დაღუპა სამსონი? სწორედ იმან, რაც მისცა ღმერთმა და იმედი დაამყარა. მას ჰქონდა მისი ძალა იყო? არა. არ დაამყარო იმედი იმაზე, რასაც ღმერთი გაძლევს. ძირფასებო, დაიმახსოვრეთ ეს. არ ეთაყვანო იმას, რასაც გაძლევს ღმერთი. ღმერთმა გაჩანაგებული დაძონძილი არაქად გამოლეული მონები გამოიყვანა ებრაელები ეგვიპტიდან ოქრო ვერცხლით გამდიდრებულები და იმედი დაამყარეს იმაზე, რაც ღმერთმა მისცა მათ. თაყვანისცემა დაუწყეს, ოქროს ხბო ჩამოასხეს. ეს არისო ჩვენი ღმერთი. ეს არისო ჩვენი გზა გადარჩენის, გესმით? აი რა გახდა საბაბი მათი დაღუპვის? გზას აცდნენ და გადაუხვიეს. გეხაზმა იმედი დაამყარა ფულზე. და რა გაუკეთა ამ ფულმა? დამალვა, მოტყუება, გესმით? თვალთმაქცობა, აი რას არ გაგიკეთებს ეშმაკი? სოლომონმა იმედი დაამყარა ცოდნაზე. მე ვიცი, ღმერთმა აღიარა ძვირფასებო, მთელი მსოფლიო იყო გათვითცნობიერებული. ყველა მიცოდა, რომ ის იყო ყველაზე ბრძენი, ბრძენთა შორის. და ყველაზე უგუნური გახდა. საულმა იმედი დაამყარა პოპულარობაზე. გუშინ არავინ დღეს მეფე გახდა. გესმით? მოსე რატო არ შეიყვანა ღმერთმა მოსე? აღთმულ მიწაზე უთხრა რომ შენ ვერ შეხვალ. თავკაცი ყველაზე დიდი ეკლესიის მწყემსი. რომელსაც უთხრა რომ შენნაირი თავმდაბალი არ არსებობს. იმედი დაამყარა ამაზე. როგორ მომწონს ეს ანეკდოტი? ჩვენო ისეთი კარგი პასტორი ვყავსო. აი, დავაჯილდოვეთო თავმდაბლობის მედლით. რა კარგია, მაგრამ წავართვითო. რატომო? გაიკეთაო. ესე იგი აღარ იყო თავმდაბალი, გაიკეთა. სერიოზულია, რაჭველივით მე მიხვდები რა ვთქვი. დავითმა იმედი დაამყარა ძვირფასებო გავლენაზე. ამენ. მაგრამ ხმამაღლა სიცილი არ დაიწყო რომ მიხვდები. დიდება უფალს. ნახეთ, ღმერთმა რა უთხრა სოლომონს მეგობრებო. პირველი მეფეთა 11:10.
ღმერთმა უბრძანა რომ არ გახოლოდა უცხო ღმერთების კვალს, მაგრამ აი ეს მაგრამ არის არ შეასრულა მან უფლის ბრძანება. წარმოგიდგენია კაცო, ახლა ზოგი ხუმრობს რომ 100 სიდედრი რო ყავდეს რა იქნება. და ერთ დღეს კი არ მოიყვანა ყველა. ჯერ რაღაცას ჯერ თვალი გაეპარა. მე რაღაცა მე გზნობებში შევიდა, მე ერთი მოსინჯა, მეხი არ დაეცა. მე ამ ერთთან მეორეც იყოს ჯანდაბას. მე 10. ნელ-ნელა. ერთ სიძე ზანგ უხარდა მეფე მყავს სიძეო და იფიქრა ყველა კაი იქნებაო. ძვირფასებო ნახეთ არ შეასრულა. ღმერთმა გახადა ესეთი? პასუხისმგებლობა ვიზია აქვს. ღმერთმა უკარნახა არ გადაუღვიო ჩემ გზას. არ ჩამორჩე. გესმით? მაგრამ მაინც არ გააკეთა. ღმერთი გელაპარაკება დღეს და არ აკეთებ. გვაფრთხილებს დღეს უფლის სული მეუგზნობს ვიფასებო. გვიანი იქნება ერთ დროს, დადგება დრო რომ გვიანი იქნება. და ფრთხილად იყავი. ძალიან ფრთხილად. აი იმ დონემდე აუვარდა თავში სოლომონს რომ ბრძანებაც არ შეასრულა. ვინ არის მეფე კაცო? მე ვარ მეფეთ მეფე. ზემოდან მეფემ უბრძანა და მან არ შეისმინა. მალევე რო არ ისჯება ცოდვა, ადამიანი თავს გადის. ისევ რისკავს. ძვირფასებო ეშმაკი ვის ცდუნებას გეგმავს? ვინც ცოდვაში ცხოვრობს? თუ ვისაც აინტერესებს აკრძალული ხილის გასინჯვა. ვისაც ცდუნებს? ვისაც აინტერესებს? და ამის შემდეგ იწყება მერყეობა, გესმის? როგორ ვქნა? კი თქვა უფალმა, მაგრამ იქნებ შეიძლება დღეს კონტექსტიდან ამოჭრილი, ამოხეული ბიბლიით სარგებლობს ქრისტიანთა უმეტესობა. ეს მაშინ იყო კაცო. ეს ძველახთმაში იყო. ეხლა უკვე შეიძლება. როგორ წამოვიდა ეს ყველაფერი ძვირფასება? ნელ-ნელა, ცოტ-ცოტაობით. ადრე ტელევიზორი იყო საშინელი დემონი სახში, ხალხი ფანჯრიდან აგდებდა. ესეთი ანტენა ხო ქონდა? ადგილობრივი ტელევიზორს გახსოვთ? რქიან ყუთს ეძახდნენ, ანუ დემონს. ჩვენ ინფორმაცია ხო უნდა გავიგოთ, კაცო. შეაპარა ეშმაკმა, მე ყოველ საათში იყო ეს ინფორმაცია. მე ყოველ ნახევარ საათში. მე როგორ? ერთი ორი ჭიქა შეიძლება. ეს თურმე შეიძლება კაცო რო აკეთო. მე შეიძლება რომ მიატოვო საკრებულო. მე შეგიძლია რომ მე რა არის? ეს ძველახთმაში იყო, აღარ არის საჭირო მეათედი. არის ეს სწავლებები ვისაც აქვს ეჭვი და ვისაც არ უნდა, ღმერთი არ დააძალებს არავის, მაგრამ უამრავი სწავლება რა შეგიძლია გააკეთო და რა არა. და უბრალოდ ღმერთი გეუბნება რომ არ გადაუხვიო გზას. იმიტომ რომ ერთ შვენიერ წამს ეშმაკისთვის იქნება გვია, რომელსაც ის ელოდება შენთვის. და ღმერთი კარნახობს არ გადაუხვიო. გააგრძელე ძველებურად. ძველ გზაზე. ამენ. იესოს ყველაზე ძველი გზა აქვს. ხალხი იგონებს ახალ გზებს. იესოს გზა 2000
25 წლის არის და მანამდე იყო კიდე ღმერთის მიერ. იყავი ამ ძველზე. ამენ. სხვაგან გადარჩენა არ არის. დიდება მას. მიაქცია ამას ყურადღება. ჰალელუია. ძვირფასებო, არასოდეს არ დაამყარო ესეთ რაღაცებზე იმედი. იმიტომ რომ ეშმაკი ესე გეტყვი, შენ ხო ეკლესიაში დადიხარ. შენ ერთგული ხარ. ყველა მიცის რომ ძალიან ძლიერი მორჩილი ხარ. მეათედებს იხტი, კითხულობ, გიყვარს ეკლესია და მწყემსი. ერთხელ მოსინჯე. ამენ. კიდევ ერთხელ გეუბნებით. ცოდვილს კი არ ჩასაფრებია ეშმაკი რო აცდუნოს. ის ვისაც უნდა აკრძალული ხილის გასინჯვა. მოდი მოვსინჯოთ რა. ერთი მოსინჯე და მიაგდე კაცო. როგორ ხდებიან ნარკომანები ძვირფასებო. ეგრევე ამ ესე ვთქვათ კაიფის ტრანსში კი არ ვარდებიან. ჯერ ვერ ხდებიან ვერაფერს. უფალს მადლობა რომ ასე არის. იმიტომ რომ მეც რო გამასინჯინეს ვერ მივხვდი და დავანებე თავი. კიდე კარგი რომ ვერ მივხვდი. უფალს არჩეული ვყავდი ღმერთს მადლობა. ამენ. რამოდენიმე ჯერ გავსინჯე და მაინც ვერ მივხვდი. დიდება შენ უფალო. რა, ეშმაკმა გააკეთა ეს? ეშმაკი რა შეუბრება ადამიანს? იკაიფე კაცო, ხო იცით? არაბულიდან კაიფი სიამოვნებას ნიშნავს. უფალი გვეუბნება ის სიამოვნეო უფლით. ამენ? იკაიფე უფლით კაცო. უფალში იკაიფე. სულიწმინდი დათვერი. ამენ ჩვენს უფალს. ჰალელუია. უფალშია ყველაფერი. თქვენ როგორც კაიფში ხართ და გაიღვიძეთ ასე. ჰალელუია. დიდება მას. ამენ. ვინც გაიღვიძა უთხარი რა ხდება ტაშს რატო უკრავ. დიდება უფალს. ძვირფასებო, ნახეთ, მინდა განახოთ პირველი მეფეთა მე-18 თავი. ელია წინასწარმეტყველი მივიდა ამ ხალხთან და ნახეთ რა შეუბნება. როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის. მერყეობა დაგღუპავს, დამღუპველია. ნუ მერყეობ. მიატოვე ყოველი არასწორი გზა და იესოზე დადექი. ამენ. თუ უფალია ღმერთი მის კვალს გახყევით, მაგრამ თუ ბაყალია, მაშინ მის კვალს გახყევით. ამენ. არ გაძალებო და ღმერთის პოზიცია ეს. ნუ თამაშობ. ამენ. თუ უფალი აირჩიე, გაყევი ერთგულად ბოლომდე. თუ არა, ნუ თამაშობ. იმიტომ რომ 1000 სისულელეს გეტყვის ეშმაკი. რომ ეს აღარ შეიძლება, ეს შეგიძლია, ეს უკვე ძველმოდურია. ეხლა 21 საუკუნეა. შენ მაინც გადარჩები. ამდენი კითხვა რა დგინდა ბიბლიის? და ასე შემდეგ. არ ვიცი, რასაც გეუბნება. კიდე მოუმატე შენს კონსპექტში, რასაც გეუბნება და რითაც ეცდება რომ მოგატყუოს. ნახეთ, ძალიან საინტერესო ილუსტრაცია ძვირფასებო. ადამიანი, რომელიც კვირას ეკლესიურია და დანარჩენი დღე ქვეყნიური. სად დადიხარ? გესმით? რა რეზონი აქვს ამ ყველაფერს? აირჩიე, ნუ მერყეობ. ამიტომ ბოლოს დაგძლევს ქვეყნიერება. ძალიან სერიოზულია. იცი ღმერთმა რა თქვა? ქვეყნიერების სიყვარული ღმერთის მტრობაა. ვის უნდა იყოს ღმერთის მტერი? არავის. მაგრამ თუ მეგობრობ ქვეყნიერებასთან, მის უღელში გაქვს თავი, ღმერთის მტერი ხარ. ნახე, რა გაშანშალებული მუხლია სასამართლოზე. როგორ გაიმართლებ თავს? კონკრეტულად თქვა ღმერთმა. ნუ გიყვარს წუთი სოფელი და ნუ მეგობრობ მასთან. ამიტომ აი ესეთი იქნები.
ჩვენ ვდგევართ სერიოზული არჩევნის წინაშე, მეგობრებო. ძალიან. დაგამარცხებს ერთი ფეხით ეკლესიაში ყოფნა და მეორეთი ქვეყნიერებაზე. გინახიათ მთვრალი კაცი როგორ დადის? ახლოცა ვინც ცოტა ასაკოვანია, იმას გამოუცდია ეს და იმედი მაქვს ახალგაზრდები არ აკეთებენ ამას. რომ ეცდება, რომ არ შეამჩნიონ, რომ ნასვამია რა და უფრო უარესად, ესე ვთქვათ, უშვებს თავის თავს. იქაც რო არის და აქაც. არ დაულებია კაცო. წვიდი გაწითლებული? პერანგი შეიძლება უკუღმა აცვია, მაგრამ ფრიზელია. და ასე არის დღეს ზეცის თვალში ისეთი ქრისტიანი, რომელიც აქ ჰალელუიას იძახის და იქ არ ვიცი რას. ნუ მერყეობ. და უფალი საუბრობს სულიერ კოჭლზე ძვირფასებო. რა თქმა უნდა, ის არ ეხება რაღაც ნაკლს ადამიანში. აქ არის შესაძლებლობა ყველაფრის განკურნების, მაგრამ ზესაზე ვინც მოხდება, იქ აბსოლუტურად სრულყოფილი იქნება ყველა. ჰალელუია. იქ არავინ არ იქნება კოჭლი და ასე შემდეგ. დიდება მას. ამიტომ გადაწყვიტე. ამენ. ნუ ხარ სულიერად მერყევი. საშინელებაო მერყეობა უფალი ამბობს. ზღვაზე ამოვარდნილ აბობოქრებულ ტალღას გავს, ხან იქეთ რო ეკეთებოდა, ხან აქეთ. დღეს ხოს ამბობს ხვალ არას. ზეკკის, მასე არ ვიცი. მერე შევხედოთ, ვნახოთ. ჩამოყალიბდი. ამენ. ყველაზე უმთავრესი გზა იესოა ძვირფასებო. რა არის ამ გზის? იცით, გზა ერთგვარი დანაყოფებისგან შედგება. პირველი რა არის? მონანიება, შერიგება. მეორე რა არის? გავლა ამ პრობლემების. და ბოლო რა არის? ღმერთთან ახლოს ყოფნა. ამენ? ვერავინ ვერ გადაახტება. ვერ ახვალ მეათე საფეხურზე კიბის, თუ პირველიდან არ დაიწყე. ვერ აფრინდები. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესია, რომ გავითვალისწინოთ. სტარტი უფალო მიმიღე, შენ მართალი ხარ, მე არა და შემდეგ, ნახეთ რა არის შემდეგი გზა ძვირფასებო. უფალმა ესე გვიწერა. ტანჯვის გზა. მაგრამ არა ჩვენი ურჩობიდან გამომდინარე ტანჯვის, არამედ უფლის სახელის გამო ტანჯვის. ამენ? შეურაცხყოფის ატანა, სამართლიანად დაზარალებულობაში დარჩენა, მოთმინება, მეორე ლოყის მისვერა, თავმდაბლობა, უბრალოება. ამენ? წარსულში აღარ ქექვა. ძალიან ბევრი წარსულშიც უყურებს. ძვირფასებო მანქანას აქვს სარკე. ერთი შიგ, შუშასთან და ორი გვერდით. ხომ აუცილებელია, ვინც მძღოლია. უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ეს იმისთვის კი არა, რომ მუდმივად იქ უყურო. სულ თუ იქნები კონცენტრირებული ამ უკანა ხედვის სარკეზე ან გვერდით, იქნება ბუხ და საშინელება. ძალიან ბევრი, მოდით ნახოთ ეს ილუსტრაცია. დავანებოთ უნდა თავი ამ წარსულს ვირფასებო. იცით, ერთი კარგი რაღაც მინდა გითხრათ, წარსულთან დაკავშირებით. წარსული არის ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაფერი ისევ არის. არ იცვლება. ვის შეუძლია წარსული შეცვალოს? არის ვინმე ვინც შეცვლის წარსულს. ხო და რა გინდა იქ? მაგრამ შენ შეგიძლია დღევანდელი შეცვალო და მომავალი იყოს ისეთი, რომელიც არის უფლისნება. ნახეთ, უკანა ხედვაში ჩანს რა ძვირფასებო. ძველი ცუდი გზა და
და შენ უკვე კარგ გზაზე დგეხარ. დაანებე იმას დავე. შეწყვიტე წარსულზე ფიქრი. დაიმახსოვრე, იქ ყველაფერი უცვლელია. თუ შეცვლა გინდა და ეძებ ცვლილებას, წარსულში არ შეიხედო, იქ არ შეიცვლება არაფერი. ეს ისტორიას დარჩება. ამენ? გამოიყენე წარსული, რომ შეიცვალო. ისწავლე, იქ თუ შეგეშალა რაღაც და აღარ გაიმეორო. შეხედე და აღარ შეცდე ისე, მაგრამ იმას ვეღარ შეცვლი. დამთავრდა ეს ისტორია. ჩაბარდა ისტორიას. ამენ? მიყევი იესოს მის ვიწრო გზაზე. იესომ რა თქვა ძვირფასებო? ფართოა გზა და ვიწრო ჭიშკარი. ვიწროა გზა, პრობლემიანი და დიდი კარიბჭე. გესმენთ? ადამიანები ირჩევენ ფართო გზას, დიდ ჭიშკარს, მაგრამ სად თავდება ესო? გვაფრთხილებს, კიდევ კარნახობს. დღეს კარნახის გაკვეთილია. ამენ? დიდი გზა ჯოჯოხეთში მთავრდება. ამაზე მეტი რაღა გვითხრას ღმერთმა. მაგრამ პატარა გზა ერთია და მოდით ნახოთ ილუსტრაცია შემდეგი. სახიფათო გზა არის იესოს გზა ძვირფასებო. ბევრი არ ირჩევს ამას, ბევრი დიდ გზაზე დგას, კომფორტულ გზაზე, მოდურ გზაზე, მოდაში რო არის. მაგრამ აქ ცოტა, მაგრამ გადარჩენაა. ამენ? ჯობს რომ ჩემს გზაზე დადექითო უფალი გვეუბნება მეგობრებო. იესოს არ უთქვამს რომ მე ვარ ლიფტი. ამენ? ესკალატორი არის, ეხლა მაღაზიებშიც არის, მაგრამ ადრე მეტროში იყო, ხო? შეგიძლია საფეხურებით ახვიდე, მაგრამ ძალიან რთულია. არის ესკალატორი, აყავხარ, დგეხარ, ახლა მიდიხარ. ჩადიხარ ნელ-ნელა. ადიხარ ნელ-ნელა. იესოს არ უთქვავს რომ მე ესკალატორი ვარ. ძნელი გზა არის იესოს გზა. ამენ. მაგრამ ვინც ამ გზაზე დადგება, გადარჩება, მე გამომყევი ამბობს უფალი. ვიწრო გზა, რომელიც სიცოცხლეში მიდის. ფართო გზა, სიკვდილში მიდის. ადვილი გზა, გესმით თავისუფალი. რა ადვილია? გაიღვიძე, არ არის კარგი ამინდი, ან თავს არ გზნობ კარგად, არ წახვალ უფალთან ეკლესიაში. ძალიან ადვილია. ხო იცით ერთმა ბრძენმა რო თქვა. ვისაც უნდა მოძებნის გზას და ვისაც არ უნდა მოძებნის მიზეზებს. უთხარი შენს გვერდით ვინც ის რომ გადახედე რას ირჩევ. ამენ? დმამ არჩევნის გამო პასუხს აგებ ბოლოს. დიდება უფალს. ვინც უფლის გზაზე დადგება, გაიმარჯვებს. უფალს უნდა რომ გამარჯვებული იყო. ჰალელუია. დამარცხება ყველა დანარჩენ გზებზე, ამიტომ მიატოვე სხვა გზები. იგავის 16-ის მე-17. ნახეთ? წრფელთა გზა ბოროტებისგან განშორებაა, თავისი დამცველი სიცოცხლეს უფრთხილდება. უფალი არ გვეუბნება მეგობრებო, კარგად დაუკვირდით ამ მოხს, რომ მე შენ ბოროტს მოგაშორებ. ნუ ველოდები რომ ვიღაცა მოგაშორებს ბოროტს. შენ უნდა მოშორდე ბოროტს. ბოროტი მუდმივად უნდა იყოს და შენ მუდმივად უნდა მოშორდე. არის განსხვავება? მომაშორე ღმერთო პრობლემა. რამდენ რამეს აკეთებ, რაც არ არის შენთვის თუნდაც სასარგებლო. და ელოდები რომ ღმერთი მოგაშორებს, არ მოგაშორებს. რატო იცი? შენ ირჩევ რომ ის აკეთო. უკვე მოგწონს, უკვე მიჩვეული ხარ, ნარკომანებით. არ შეგიძლია მის გარეშე. შენ უნდა მოშორდე ბოროტს. გებულობთ? ბოროტებისგან განშორება არის სწორი გზა. სწორი გზა არ არის ბოროტი რომ მოგაშოროს ეშმაკ უფალმა. შეიძლება გინდა ეს გზა და რას ეტყვი მე რეცი, რატომ მაშორებ ღმერთო, მე მინდა ეს გზა. ამენ? შენ მადლობელი უნდა იყო იმისთვის, რასაც უფალი გიკეთებს. დიდება უფალს ვიფასებო.
კარგი, ნელ-ნელა დავეშვათ, მას ხვდებით რაზე ვლაპარაკობ? დაუკვირდით კარგად. გზა იწყება, ნახეთ. არის გამოყენებული ძვირფასებო ყველა ის ატრიბუტიკა, რაც არის ჩვენში. დანახვით, დაინახე, რა გზას უყურებ შენი თვალები. რა გზის ესმის შენს ყურებს. რა გზებს იყნოსავ შენი ცხვირი. მეხდით? რაზე ოცნებობს, რა გზებზე ოცნებობს შენი გონება. რა უნდა ძალიან შენს გულს, რომელ გზაზე უნდა დადგომა შენს ფეხს. რას ლაპარაკობს შენი ენა? რა გზებს განიხილავს, არჩევს. პირველი ტიმოთე 1:6. ზოგიერთები ასწნენ და გადაუხვიეს ამაულ აყბობისკენ. რა არის ძვირფასებო ღმერთისთვის ამაულ აყბობა? ეს ადამიანისთვის არასოდეს არ არის ამაო, მას გონია რომ სწორს ლაპარაკობს, მაგრამ ღმერთისთვის ამაო, ამიტომ უნდა კითხო, ღმერთო, თუ ამაოა რასაც ვამბობ, არ მინდა ეს ლაყბობა. ამენ. ეს არის არასწორი გზა. ჩვენ ერთი კარგი სურათი გვაქვს ძვირფასებო, ახლა არა მაქვს ამოღებული. ადამიანს ენა აქვს დაგდებული და ენის ნაცვლად არის კაქტუსი. ხო გინა გახსოვთ? ამიტომ ვერ მიხვდები ზოგს, სანამ პირს არ გააღებს. ენა აქვს პირში თუ კაქტუსი. თქვი მე არ მინდა პირში კაქტუსი. სხვა მიკპინოს, მაგრამ მე არა. ამენ? დიდება უფალს. მოდით, ნახოთ შემდეგი ილუსტრაცია ძვირფასებო და მე ადგილიც. ნახეთ, თოვლის გაკვალვა და პირველი ვინც მიდის, ეს უფრო მგლებიერია. იმისთვის ძალიან ძნელია ამ გზის გაკვალვა. უკან ვინც არის, იმათვის უკვე გაადვილებული, ამიტომ იტკეპნება ნელ-ნელა გზა. არის ვიღაც, ვინც შენ გზას გიკვალავს. გესმის? შეიძლება შენი მოყვასე იყო, შენი და იყო, შენი ძმა, ოჯახში რა თქმა უნდა მშობელია, ეკლესიაში ლიდერია, პასტორია. და რა ადვილად, იცით, აკრიტიკებენ ლიდერს. აქ რატო ჩამივარდა ფეხი, აქ დაუსველდი, აქ კარგად უნდა გაჩერებულიყო და დაეტკეპნა კარგად. იყავი მაგალითი ყოველთვის გზის გაკვალვის, გაუყვალე გზა სხვას. ამენ? დაეხმარე. ხელს კი უშლი. შლაგბაუმს კი უწევ, გაუხსენი. მოდით ნახოთ პირველ სამუელში. მე კი არ შემეწოდოს უფლისთვის და არ შემეწყვიტოს თქვენთვის ლოცვა. მე დაგაყენებთ კეთილ და სწორ გზაზე. ძვირფასებო, რა უკვალავს დღეს გზას სხვას? ილოცე. ლოცულობ შენი ოჯახისთვის? რამდენ დროს ხარჯავ შენი ოჯახისთვის ლოცვაში? შენი მეუღლის და შვილების და კიდე არც ვინ ყავს იქ? თუ ეს დაწოლისას ამოამთქნარებ უფალო გვაკურთხე და ლამაზად გაგვითიანე დილა, ამინ. და დილას დაჭყედილი თვალები, გაგეღვიძე რაცა. რამდენ დროს უთმობ ლოცვას? რა უკვალავს დღეს გზას? მე ვლოცულობ თქვენთვის ძვირფასებო. ამენ? რომ ძალიან გიყვარდეთ სიტყვა და შემსრულებელი იყოთ მისი. რომ კურთხეული იყოს და ღმერთმა თქვენი ხელის საქმე აკურთხოს. რომ ღმერთის მისია აღასრულოთ. მე ვლოცულობ თქვენთვის. ამენ? მედლისთვის კი არ გეუბნებით ამას. ვალდებული ვარ. მიჩვეული ვარ. ავირჩიე ეს გზა. ამენ? ხანდახან მომიხსენიათ ლოცვაში მაინც. დიდება უფალს. ჩვენ საჭიროებთ
ერთმანეთის თანადგომაში და ლოცვებში ძვირფასებო. კიდე ერთხელ გისვა მკითხვას. რამდენ დროს უთმობ შენი ოჯახისთვის ლოცვას? შენი ეკლესიისთვის ლოცვას? შენი ქვეყნისთვის ლოცვას? თუ ამას არ აკეთებ, უფალს როგორ მოუმზადებ გზას, რომ მოვიდეს. ის რას ამბობს ძვირფასებო? მოუმზადეთ გზა უფალს, გზასავალი. იოანემ რომ იწინასწარმეტყველა, გაიმეორა უფროსწორად წინასწარმეტყველება. ასევე გახდი შემსრულებელი ბიბლის, არა მხოლოდ მკითხველი. მოდით ნახოთ შემდეგი. ანუ ლოცულობთ და ასევე მკითხულობთ ძვირფასებო. ზეცამდე იესო ერთადერთი გზა არის. სხვა გზა არ არსებობს. თუ შემსრულებელი გახდები ბიბლიის. რამდენ დროს უთმობ ბიბლიას? ესე დაიწყე. ეკლესიაში წამოსვლის წინა დღეს მაინც გადაშალე ის. რომ თუ თქვა შეგეკითხენ, კითხულობ, კი, კაცო, გუშინ წავიკითხე. ამენ. მარტო კითხვა არაფერს არ იზამს. უნდა შეასრულო. ამენ. გახდი შემსრულებელი, დიდება უფალს. თქვი დიდება უფალს. არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიო სწორ გზას, რომელზეც უფალი გაყენებს. ამენ. სიწმინდის გზას, მორჩილების გზას, თავმდაბლობის გზას, უბრალოების გზას, სხვათა დახმარების გზას. ჰალელუია. მეორე კორინთელთა 11:3. უკვე ვამთავრებ ძვირფასებო. მაგრამ შიშობ რომ როგორც გველმა აცტუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმინდეს ქრისტეში. ძალიან ბევრი თავის ევას ადანაშაულებს. ეს შეიძლებოდა ესე მომხდარიყო, მერე მანაც შესწოდა, ხო? ევას ქმარმაც. ამიტომ შენს ევას თითი არ მიუშვიო. დიდება უფალს. შენ გახდი მაგალითი შენი მეუღლისთვის. ეშმაკმა აცდუნა. ეშმაკი ეცდება რომ გაცდუნოს. ჯერ ერთი და მერე ყველა მთელი ოჯახი. მოდი რამოდენიმე წამით დახუჭე შენი თვალი. და უბრალოდ დაინახე, უთხარი უფლის სულს რომ დაგანახოს, რომ ვის გზაზე დგეხარ შენ და შენი ოჯახი. უფლის თუ დანარჩენ გზებზე. დაინახე. ვინ გადაგაგდო იქ? ჰალელუია. არ გადაუხვიო. შენ მუდმივად უნდა დარჩე, უბრალო არ გახდეო რაღაცის გამო, აი წეღა რო ვილაპარაკე. იმედი არ დაამყარო იმაზე რაც ღმერთმა მოგცა, იმიტომ რომ თუ დაამყარებ, იმ წუთში აგივარდება თავში. არ გადაუხვიო უბრალოების გზას. და ასევე სიწმინდის ერთი ნაბიჯი უნდა იყოს უბრალოება, მეორე სიწმინდე. გესმით? ეს სიწმინდე არ უნდა დაისვაროს ვიფასებო. რა სვლის მას? სხვაგან გახედვა, სხვაგან დაბიჯება, აი თუნდაც ცოტათი მილიმეტრებით. არ გადაუხვიო. ამენ. თქვი უფალო მომეხმარე რომ არ გადაუხვიო. ჩაიტარე გამოკვლევა. ადამიანი ექიმთან რომ მიდის, ხო გამოკვლევას იკეთებს, გაშუქება, მოსმენა ფენენდოსკოპით. აბა პირი გააღე, თვალებს ასე დაგიწიწავს, ენა გამოყე, რაღაც დაგაწვება დააბრახუნებს, ესექენი, ისექენი. რენტგენი. გადაყლაპვა რაღაცის. გვირაბშიც გამოიგონეს შეყვანა კაცის. ეკოსკოპია, მეკოსკოპია, 1000 რაღაცა. ეს ყველაფერი უფალს აქვს ძვირფასებო. გინდა გაგაშუქოს უფალმა. ფსალმუნის 119 ძალიან საინტერესო მუხლები.
გამომიკვლიე უფალო და შეიცანე ჩემი გული. შემამოწმე და გაიგონე და გაიგე ჩემი აზრები. ანუ მე აღარ მესმის ჩემი აზრები და შენ გამაგებია მაინც რაზე ვფიქრობ. ნახე ზიანის მომტან გზაზე ხომ არ დგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი. გინდა? სათხარ გაგაშუქოს უფალმა, შეიძლება არა სასიამოვნო რომ გაშუქებენ, გეუბნებიან, ეს ტკივა ეს უნდა მოიჭრა, ამას დაანებო თავი. მაგრამ ჯანმრთელობისთვის ხო აკეთებ ამას მაინც. გადარჩენისთვის მიდი უფალთან და უთხარი. ამენ? გინდა გადარჩენა? ის რაც უფალმა მოგცა და რაზეც იმედი ის დამყარებას ეცდება შენთან ერთად ეშმაკი ვერ გადაგარჩენს. მარადიულ გზაზე ვერ მეგიყვანს. ამენ? გამორიცხულია, ამიტომ მოინანიო უნდა. ნახეთ, ჩარლს სპერჯენი რა საოცრად ძლიერ მითითებას გვაძლევს ვირფასებო. ცოდვილო, ნუ ცოტა არასასიამოვნო მიმართვა. კარგი იქნებოდა მისტერ ჩარლს რო გეთქვა წმინდანო. ერთგულო მორწმუნეებ. ცოდვილო, შენ გჭირდება ღმერთთან მისვლა, ხოლო გზა მისკენ ქრისტეა. ამენ? ქრისტეს გარეშე ვერავინ ვერ მივა ღმერთთან. ქრისტეს გარეშე არ არის მიტევება და პატიება, რაც არ უნდა ინანიოს ადამიანმა. ქრისტე დღეს ვირფასო ეკლესია. ამენ? არ არსებობს ამის გარეშე არაფერი. ის არის თავი ეკლესიის და ეკლესიას ხეული მისი. ამენ? რო წავიდა და ამაღლდა იესო არ მიეტოვებია აქაურობა. ის ეკლესიის მეშვეობით არის აქ, შენი და ჩემი მეშვეობით. ამენ? ამიტომ აქ არის ეს განკურნება. ჰალელუია, განთავისუფლება. და უთხარი მას, როცა მიხვალ რომ ცუდად იქცეოდი, აღიარე შენი ცოდვები და მიუძღვენი მას შენი ცხოვრება. შესძახე, მამა, მე შევწოდე, მაპატიე მე ქრისტეს გულისთვის. ამენ. და აღარ ჩამოხვიდი ამ გზიდან. აღარ მიეტოვო. და თუ ამას გააკეთებ ძვირფასო, მაშინ უფალი გეუბნება. ნახე რას გეუბნება, მოდით ნახოთ ეს ადგილი და უკვე მოვრჩეთ. ამბობს უფალი, დაგარიგებ და გასწავლი გზას. დაგარიგებ და გასწავლი გზას. თვითონ უფალი გპირდება, მე დაგარიგებ და გასწავლი გზას. რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე. არ მოგაშორებ თვალს. თუ შენ ჩემს გზაზე იქნები, ჩემი მზერა იქნება მეპყრობილი შენზე. ამენ? თუ შენ გადაწყვეტ, მე ვიქნები შენი ცხოვრების მძღოლი, წინამძღოლი. მე გიხემძღვანელებ ცხოვრებაში. გადაგარჩენ შენ და მთელ შენს სახლს და ყველამ თქვა ამენ. ჩვენს უფალს ვირფასებავ. მადლობა და დიდება მას. მოდით წამოვდგეთ. მოდი აწია შენი ხელი მისკენ.